აქ რა საკეთებ საყვარელო, გაცივდები. ვცდილობ ცოტა დამშვიდდე. რთული პერიოდი ქონდა. ნეტავ სახლი გქონდეს. კარჩავ გადავდი და ყველა პრობლემა გარეთ დარჩებოდა. ასე არ გამოდის. პრობლემა გარეთ არ რჩება. გინდა ჩაკეტე, გინდა არა. ადამიანს სახლი მაინც სჭირდება. ჩვენ ხომ არაფერს ვაკეთებთ, რომ გქონდეს. ვინიც ისეს როდის დამთავრდება, როდის გადავალთ. იქნებ სახლი ვიქირავთ. რა სიტყვა ილიას? საყვარელო, ქირის ფული არ გვაქვს. აქ დავრჩეთ, ვიდრე ბავშვი დაიბადება. მე ვნახოთ. ასია, მომისმინე. წინ 7 მნიშვნელოვანი შეჯიბრი მელოდება. აქ მარტო როგორ დაგტოვა? თან ორსული. ბიჭებსაც უნდა მივეხმარო ფილიალის სამუშაოებაში. ამის წყალობით ფულს ვიშოვი, შემდეგ კი სახლს ვიყიდით. გთხოვ, ცოტა მოითმინე. კარგი? კარგი, მაგრამ 7 შეჯიბრის შემდეგ რა მოხდება? თურქეთის ჩემპიონატი. ჩემი მიზანი ეს არის. შემდეგ ამ საქმეს მიატოვებ, არა? მე და შენ ახალ ცხოვრებას დავიწყებთ. არა? შენ, მე და ჩვენი შვილი. ხო, ასია. ახლა დამეხმარე. ცოტა მოითმინე. ეს საკმარისია. ძალიან მალე ოცნებები აგვიხდება. დაგელოდებით, ილიას. დაგელოდებით. სანამ ნამდვილი ოჯახი არ გავხდებით. ამიტომ სწრაფად აისრულე ჩანაფიქრე. გილოცავ სიძევ. მაგარი ბარი გაგიხსნია. მართალია გვეგონა ომერზე იყო გაფორმებული, მაგრამ აღმოჩნდა რომ მე პატრონე შენ ხარ. ყველა მოგვატყვე. მაგრამ არ გვწყინს. გილოცავ, მაგრამ ჯობდა ჩვენთვის არ დაგემალა. ასე თუ ისე ვიამაყებდით, რომ ჩვენ სიძეს თავისი ბიზნესი აქვს. ძალიან ხმამაღლა უსმენთ მუსიკასთან, 12-ის შემდეგ აკრძალულია. კარგი რა, ეს ხომ გახსნა? ყოველდღე არ ხდება. ჩემს პარტნიორს არ აწყენინოთ. თან ბიჭმა დღეს თასი მოიგო. ნუ ჩაუშხამებთ. ფუად. ამჯერად აპატია. ჯარიმა არ გამოუწერა. ბოლოს და ბოლოს ჩემი სიძის ბარია. ეს აღარ გამეორდება, არა, ილიას? ასიე, მიდიხარ? დაიღალე, რა თქმა უნდა. მძღოლს ვეტყვი და წაგიყვანს. იძულებული ვარ აქ შევადგინო, მაგრამ მინიმალური თანხით დაგაჯარიმებთ. განყოფილებაში იციან, რომ გამოძახებაზე ვართ. კარგი, დაწერეთ, რაც საჭიროა. გადავიხდით. მუსიკას ასეთ ხმაზე აღარ მოусმინეთ. გასაგებია? კარგი, არ ინერვიულოთ. დამშვიდით, კარგი? ისეთ გირი ხომ შენ გეკუთვნოდა? უილი რატომ თქვი? ეს მხოლოდ ფორმალობაა. რა მოგივიდა? ჩვენი საერთო ბიზნესია. ასიე, გთხოვ, მოიცადე. ხელი გამიშვი. ამდენი ხანი მატყუებდი. მეუბნებოდი, რომ ომერის სახელზე გააფორმეს. ასე მშვიდეთ, როგორ მატყუებ? სიძე, ხომ იცი რა ჯიუდია? მომისმინე, ახლა დასთან წავიყვან. შენ კი 1 საათში მოდი. მანამდე დამშვიდება. Bana ettiklerin az mı gelecek? Yandım Allah ya. მოვედი. გამარჯობა.
სწრაფად დაიბანე ხელები და დაჯექი. ვახშამი მოვამზადე. რასთან დაკავშირებით? რა უნდა ვიზეიმოთ? გამოძიებაზე უარი თქვეს. გამამართლეს. როცა ცოლად გამოყევი, ყველა დამშვიდდა. მიხდნენ, რომ ცოლიან კაცთან რომანი არ მქონია. მიხარია. ოღონ დირექტორმა მითხრა. მოითხოვე, რომ გადაგიყვანონ. ქმარს ხელი მოკიდე და წადიო. ასე გადაწყვიტეს. განცხადება დავწერე. სტამბოლში გადასვლა მოვითხოვე. დირექტორი დამპირდა დავაჩქარებო. მერე? საზეიმო ვახშამი მოვამზადე. მალე თავიდან მომიშორებ. როგორც კი ხელს მოაწერენ, გათავისუფლდები. არ მინდა გათავისუფლება. თან მარტო რა უნდა აკეთო? მარტო თავს შესანიშნავად გავართმევ. არი ნერვიულო. თავარია აქედან წავიდე. მეტი არაფერი მინდა. დანარჩენი პრობლემა არ არის. ეს რა არის? არ ვიცი. კარტანიდო. ვიფიქრე შენი იყო და ხელი არ ვახლე. ბედნიერებას გისურვებ. ოჯახურ ცხოვრებაში. ოსმანი. Osman. რა? ოსმანი. უბრალოდ სასაცილოა. რა ხუმარაა ოსმანი? ვაჩვენებ როგორ უნდა ხუმრობა. ვაჩვენებ. Allah Allah. ღმერთო ჩემო. Çocuk iş açmış. ბიჭმა ბიზნესი დაიწყო. Sen kocanın her haltına karışma. ბიზნესი ბუნებრივია, ქმრის საქმეში არ ჩაერიო. გასამობ. ყველგან ცხვირს ყოფს. Kızım bana bak. ასია. ბიჭ შეეშვი. ცოტა ფულსი შოვის. შემეშვით. ასია. მოდი აქ. მოდი დაჯექი ვილაპარაკოთ. სად ხარ? გეყოფა რა დღეში ხარ? კარი გასაღები ჩაკეტა. ასია, კარი გააღე. გააღე, კარი გააღე. თქვენ რა არ გესმით? გეუბნებით რომ მომატყუა. არ გვესმის. ღმერთო ჩემო, ეს რა უბედურებაა? ორსულადაა და მაინც რა დღეშია. გეგონა გათხოვდებოდა და დაჭკვიანდებოდა. უარესი გახდა. კარი გააღე მეთქი. კარი გააღე. İlyas'tır. ილიასია. მოვიდა შენი ქმარი, მოვიდა. კარი გააღე. ისევ ოთახში ჩაიკეტა. გაფრთხილებ არ გააღებს. ბევრჯერ გვინახავს. თუ გინდათ, კარს გავტეხავ. მოიცა ზაფერ. კარის გატეხვა რა საჭიროა? ასიე. მოშორდი აქედან. მოიცა ილიას. ნუ დააძალებ. ღამე აქ დარჩეს. ხვალ დამშვიდდება. დაველაპარაკები და დავამშვიდებ. ჰო, დილით მე მოვიყვან. ამ სახლში რატომ უნდა დარჩეს? აქ არ დარჩები გესმის არ? ღმერთო ჩემო, ამას უყურეთ. ბიჭმა საქმე წამოიწყო. მას კი არ უთხრეს. დაუმალეს. თურმე ყველაფერი უნდა იცოდეს, ღმერთო ჩემო. სახლში იჯექი და ბავშვისთვის რამე მოქსოვე. გასაგებია შენთვის. თითქოს მსიამოვნებს ეს საქმე რომ წამოვიწყე. ხედავ? ამას ოჯახის გამო ვაკეთებ, ჩემი ბრალია? გააგრძელე ჩემი ცხოვრების დანგრევა, კარგი? აუტანელი გახადე, მიდი, გააგრძელე. ილიას, გეყოფა ამდენი ტყუილი. კარი გააღე ასიე. არ გავაღებ. ხო და მანდი ჯეკი. ღმერთო ჩემო, რაც გინდა ის გააკეთე. İlyas'tır. ილიასია. მოვიდა შენი ქმარი, მოვიდა. კარი გააღე. ისევ ოთახში ჩაიკეტა. გაფრთხილებ არ გააღებს. ბევრჯერ გვინახავს. თუ გინდათ, კარს გავტეხავ. მოიცა ზაფერ. კარის გატეხვა რა საჭიროა? ასიე. მოშორდი აქედან. მოიცა ილიას. ნუ დააძალებ. ღამე აქ დარჩეს. ხვალ დამშვიდდება. დაველაპარაკები და დავამშვიდებ. ჰო, დილით მე მოვიყვან. ამ სახლში რატომ უნდა დარჩეს? აქ არ დარჩები გესმის არ? ღმერთო ჩემო, ამას უყურეთ. ბიჭმა საქმე წამოიწყო. მას კი არ უთხრეს. დაუმალეს. თურმე ყველაფერი უნდა იცოდეს, ღმერთო ჩემო. სახლში იჯექი და ბავშვისთვის რამე მოქსოვე. გასაგებია შენთვის. თითქოს მსიამოვნებს ეს საქმე რომ წამოვიწყე. ხედავ? ამას ოჯახის გამო ვაკეთებ, ჩემი ბრალია? გააგრძელე ჩემი ცხოვრების დანგრევა, კარგი? აუტანელი გახადე, მიდი, გააგრძელე. ილიას, გეყოფა ამდენი ტყუილი.
გარიგა აღიასიე. არ გავაღებ. ხოდა მანდი ჯეკი. ღმერთო ჩემო, რაც გინდა ის გააკეთე. ნუ მიბრაზდები. მომისმინე. არ მინდა ეს საღამოწოდა დამთავრდეს. არავის უთხარით, რადგან ილიას არ უნდოდა რომ ასიეს გაეგო. სალიხა. უშენო ცხოვრება არ შემიძლია. შენთან ძალიან ბედნიერი ვარ. ვისაუზმოთ? კარგი, შეტყობინებას გამოგიგზავნი, როცა სახლში მივა. რა მოხდა? ვინ ერვიულე? მოდი დამისხი. ყველაფერს არასწორად ვაკეთებ. ძალიან ჭირვეულია. ასე როგორ შეიძლება, ჩემთვის ყველაზე ბედნიერ დღეს. შეჯიბრი მოვიგე, საქმე წამოვიწყეთ, გახსნა მოვაწყვეთ. მეკითხვაც არ შემიძლია. ცოლ სიხარულსაც ველუზიარებ. მხოლოდ ის მინდა რომ ბედნიერი იყოს. მის გამო ვცდილობ მომავლის აწყობას. ის კი რას აკეთებს? დღეს შენაირი მოტოციკლი შეუკვეთეს. თან ორი. მიდი. ზე იმისთვის კიდევ ერთი მიზეზი გამოჩნდა. ასე ნუბრაზობ. ყველაფერი მოგვარდება. შერიგდებით. კარგია რომ იმ მოტოციკლით მოიგერბოლა. ილიას. შენით ვამაყობ. რა თქმა უნდა, ასე ვერ დანაყრდები. ხვალ ჰონორარს გადაგიხდიან. სერიოზულად? ხო, ჰელენ, შესანიშნავი ამბავია. მაშინვე სახლს მივხედავ. იქნებ ასიე დამშვიდეს, როცა გაიგებს. რა სახლი? მშენებლობა დაიწყე? არა. ასიესთვის სახლს ვამზადებ. მშობლებს ნაკვეთი აქვს შესანიშნავი ხედით. დიდი ხანი არ გამოუყენებიათ. იქ ასიასთვის შესანიშნავ სახლს ავაშენებ. ღმერთო ჩემო, თურმე თავად იზრუნებს. ამას როგორ იზამ? რა იყო? მუშაობას დავიწყე, ფული მექნება. შვილს მე გავზრდი. ტვინი გააქვს? ცოტა მაინც. გონია ქორწინება თამაშია? ჩემი იმედი არ გქონდეს. არ იოცნება, რომ გააჩენ, ბავშვს ჩვენ მოგვიგდებ და მუშაობას დაიწყებ. მამა, გეუბნები რომ მომატყუა. კეთილი იყო შენი მობრძანება ჩვენს კლუბში. შენს დას შეხედე, რა არ გადაიტანა, მაგრამ ჩუმაცის. მე? მამა შენის გამო რამდენი რამ გადავიტანე. მაგრამ ერთხელ მაინც თუ გაგიგია მეთქვას, რომ ვშორდები და მივატოვებ მეთქი. გაგიგია? მორჩის სისულელეების ლაპარაკს, როცა მუცელში ბავშვი გეზრდება. აბა მომიყევი ჩემ გამო რა გადაიტანე. მიუხედავად ჩემი წინააღმდეგობისა, წავიდა და იმ მატყუარა ჰელინთან ერთად ბიზნესი დაიწყო. სულელივით მომატყუა, გამაცურა. კართან კარი დგას. რა? ეს ჩვენი სახლის კარია. ღმერთო ჩემო, ილიას. ასიე, სახლის შენებლობა დავიწყე. წავედი და კარი ვიყიდე. მართლა, შეხედე. აი ამ კარის გასარები. გააღე თუ გინდა.
შენ მომატყუე. როგორ უნდა მეთქვა ასია? შენ ხომ ჰელენის სახელის ხსენებაც არ გინდა? შენთვის რომ მეთქვა გაბრაზდებოდი და ამაზე ჩაიციკლებოდი. ისევ ჩემი ბრალია რა? იფიქრე ასია რომ არ ჩაიციკლოს ჯობს ტყუილი ვუთხრაო. ასია? არა ასია. უამრავი ინციდენტი მოხდა. თავადაც იცი, გადავწყვიტე არაფერი მეთქვა. ორსულად ხარ. ამიტომ შენი გაბრაზება არ მინდოდა. ასია. უკვე კარგი შემოსავალი მაქვს. გუშინ ჩემი წყალობით 2 მოტოციკლი გაიყიდა. დღეს დილით ბუღალტერმა ფული გამომიწერა. ნელ-ნელა ცხოვრებას ავაწყობთ. როგორ ვერ ხვდები? უკვე მოხვედი? ხაბატონი ფატმა დილიდან ბუს ხუნებს. რა მოხდა შულო? გუშინ ჩემს დასთან დარჩი. დანარჩენები სად არიან? ყველანი ნერმინის სანახავად წავიდნენ. შენს დასთან რატომ დარჩი? Böyle yapma bebeğim. ასია, ასე ნუ იქცევი. ბავშვზე იფიქრე. İlyas'la kavga. შენდა ილიასმა იჩხუბეთ? Tamam. კარგი. Beni çok ვიცი რომ ძალიან ვუყვარვარ Ben de onu და მეც ძალიან მიყვარს, ama bana მაგრამ გამუდმებით მატყუებს. Erkek dedi. შენი ქმარი ბავშვით არის შულო. Onun büyümesini მის დაღვინებამდე ჯერ დიდი დროა. bembeyaz edersin. შეიძლება გაჯახარავებაც კი მოასწრო ჩემულამაზო. gidemiyorum da. დამშვიდობება და წასვლაც არ შემიძლია. ვერ შეძლებ. İçine bir kere anam. დედა რომ ხდები უნებურად, სხვა გრძნობა გეუფლება. Gönlümün მით უმეტეს თუ ბავშვს olmalı. საკუთარი სურვილით აჩენ. მოხვედი ილიას, როგორ ხარ? კარგად, გემრიელად მიირთვი. მოგძანდი ძმაო, ომერი შიგნით არის. ხომ არ დაუძახო? არა, არ გინდა. მაგი დაულაგებელი რატომ არის? მიხედე, ახლავე ძმაო. შეხედე კლიენტები იცდიან. ყურადღებას არავინ აქცევს, შეკვეთა უკვე მიიღეს. ჩაი მომიტანე. ანდა მომშივდა, საქმელი მირჩევნია. ახლავე ვეტყვი და მოგიტან. ძმაო, უფროსი მოვიდა იგზის. დედას ვატირე. კარგი. ინტანთან ასე რატომ ამბობ? როგორ ხარ? თქვენ რა შვებით? კარგად ვარ ძმაო. Hoş geldiniz. მოგძანდით, მოგესალმებით. Ablan nasıl Sibel? დაიკო როგორ არის სიბელ? İyi gibi. გონი კარგად. Dizleri azalmış. შეტევები აღარ ქონია. Çok ilaç veriyor. წამლებით ყავთ გაბრუებული.